მშვიდობისა მოკლედ გაგაცნობთ დღის იმ მთავარ თემებს, რომლებსაც 9 საათისთვის გიმზადებთ. არჩევნები საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეიდან ტელევიზიას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ვინ ჩაიბარებს არხს მომდევნო 5 წლით? ნათია აბრამია, თინათინ რუხაძე, გიორგი ბარათაშვილი, მეგი თავდუმაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი. რომელ კანდიდატზე გააკეთებს სამეურვეო საბჭო არჩევანს? 9 საათზე კენჭისყრის შედეგები და არხის ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტები. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ასევე ნახეთ, როგორ აფასებენ მედია ექსპერტები ბორდის გადაწყვეტილებას. დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. პროკურატურა აუდიტის სამსახურს ახალ მასალებს უგზავნის. გამოვლენილია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი. ვინ გამოყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 54,000 ლიტრი საწვავი ნაციონალების ყრილობის ორგანიზებისთვის და ვინ დააფინანსა ზუგდიდში 23 სექტემბერს მოწყობილი აქცია. 9 საათზე პროკურატურის ვერსია და ნაციონალების რეაქცია. აზერბაიჯანში ვიზიტი დასრულებულია. ბიძინა ივანიშვილმა ბაქოში პრემიერის რანგში პირველი შეხვედრები დაასრულა. გაზის ტარიფი, ყარსი ახალქალაქის სარკინი გზო მონაკვეთის საზღვრის დელიმიტაცია, დემარკაცია. ეს თემები ივანიშვილმა პრეზიდენტთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან განიხილა. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შეხვედრების შემდეგ გაკეთებული პირველი განცხადებები. ასევე 9 საათზე რა მისიით იმყოფებიან უგულავა, ნიკოლაიშვილი და კირკიტაძე ბაქოში. შეცდომა თუ მიზანმიმართული პიარი, რატომ დაანონსა ქვეყნის პირველმა პირმა ავღანეთში ვიზიტი? პრეზიდენტი ახალი წლის შეხვედრას ხელწერტილში აპირებს. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები. სამხედრო თემაზე მომუშავე ექსპერტები და ჟურნალისტები საფრთხეზე საუბრობენ, რომელიც მსგავს წინასწარ განცხადებებს შეიძლება მოჰყვეს. რა საშიშროებას ხედავენ სპეციალისტები? 9 საათზე ნახეთ გიორგი მანჯავიძის რეპორტაჟი. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ზუსტად 9 საათზე. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.